მოგესალმებით ძვირფასებო, დღეს შემოგთავაზებთ ბავშვის ტექნიკას. მოთავსდით კომფორტულად, დაბრძანდით სავარძელში, რომ მოდუნდეთ, შეძლოთ მოსვენება და რელაქსაცია. თავს და ბეჭებს გქონდეთ საყრდენი. ფეხები ერთი მეორის პარალელურად იატაკზე, უმჯობესია ფეხსაცმლის გარეშე, ან ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი. არ შეიძლება ქუსლიანი ფეხსაცმელი. არაფერი უნდა გვაწუხებდეს, არც გვიჭერდეს, სასურველია სამკაულებიც მოვიხსნათ და დავიწყოთ სუნთქვით. დახუჭეთ თვალები, 3 ღრმა შესუნთქვა და ამოსუნთქვა. 1 ღრმა შესუნთქვა, მიაქცია ყურადღება, როგორ შედის გრილი ჰაერი ნესტოებში, როგორ თბება და როგორ ჩადის სასუნთქზებში და მერე ამოსუნთქვა, ამოდის თბილი ჰაერი და მოაქვს მაქსიმალური განტვირთვა. მეორე ჩასუნთქვა, ისევ ყურადღება ჰაერის მოძრაობაზე, შედის გრილი ჰაერი, თბება, გულმკერდი გაიბერება და ამოსუნთქვა. გულმკერდი ჩაიფუშება. მესამე ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა. ახლა წარმოიდგინე საკუთარი თავი, პატარა, დაახლოებით 2-3 წლის ასაკში. მაშინ, როდესაც ბავშვი მოძრაობს, ტიკ-ტიკებს, უკვე შეუძლია ბავშვური გადაწყვეტილებების მიღება. უკვე შეუძლია ყველაფერი გაგაგებინოს, მაგ დროს ძალიან ბავშვურია, ავალია, სრულიად უსუსურია და მიმდობია და დასრულზეა დამოკიდებული. სწორედ აქ, ამ ასაკის გაიხსენე შენი თავი და ახლა წარმოიდგინე, რომ ეხლა შენი 2-3 წლის თავი ეხლა შენს წინაშე გაჩნდა. აი, სადაც ზიხარ, თქვათ 2-3 მეტრის მოშორებით. თითქოს იმ ოთახში, სადაც ხარ. ხედავ მას, შეხედე და აკვირდი როგორია, რას განიცდის ახლა, რა ემოციები აქვს, რა აზრები ტრიალებს მის თავში. თავს როგორ გრძნობს ფიზიკურად. ეხლა გაშალე ხელები, ჩაიცუცქე და უთხარი ამ პატარას, მოდი ჩემთან, მოდი. ის ჯერ გაკურებული შემოგხედავს, იმიტომ რომ ამდენი წელი ის აქ იყო, შენ კი მას არ აქცევდი ყურადღებას, შენ მას აიგნორებდი, შენ არც კი გახსოვდა მისი არსებობის შესახებ და ახლა რატომღაც ეძახი. რა თქმა უნდა, მას გაუკვირდა, რა თქმა უნდა, მას უნდობლობა აქვს, ის მიჩვეულია შენგან იგნორს და სწორედ ამიტომ უკვირს, მაგრამ დაუძახე მთელი შენი სიყვარულით, რაც გაგაჩნია, მთელი შენი მზრუნველობით და სითბოთი დაუძახე. მოდი ჩემო საყვარელო, მოდი ჩემო პატარა, მოდი. და ისიც, როდესაც მიხვდება შენს განზრახვას და მიხვდება, რომ როგორც იქნა მისთვის მოიცალე, გახარებული გამოეკხანება და ჩაგეხუტება. და ჩაეხუტეთ ერთმანეთს, როგორც უსაყვარლესი შვილი და შვილზე უფრო კიდევ მეტი, რომ შვილი გაიზრდება და მიდის შენგან, ეს კი გაიზრდება და რჩება შენთან, შენი პატარა მე. აკოცე, ბევრი თბილი სიტყვა უთხარი, თავზე ხელი გადაუსვი, როგორც ეფერები ხოლმე საყვარელ ბავშვებს ისე და იმაზე უფრო მეტად. მეტი სიამოვნებით და მეტი სიხარული ჩაეხუტე, ჩაიკარე გულში. როდესაც დატკბებით ასე ერთი მეორის მოფერებით, დაისვი მუხლებზე და ჩახედე თვალებში და უთხარ, მე შენ ძალიან მიყვარხარ. მაპატია იმისთვის, რომ ამდენი ხანი მიტოვებული მყავდი, წუხვარ ამის გამო, მე შენი ძალიან მადლიერი ვარ, მე შენ მიყვარხარ. მაპატია, რომ არ გაძლევდი სათამასო, სათანადო ყურადღებას, მზრუნველობას და სიყვარულს. მაპატია, წუხვარ ამის გამო და მე შენი მადლიერი ვარ,
მე შენ მიყვარხარ. მაპატია რომ ვერ შეგისრულე ყველა სასურველი ოცნება, როგორც დასრულმა ბავშვს. მაპატიე, მე ძალიან მწუხვარ ამის გამო. მე შენი მადლიერი ვარ, მე შენ მიყვარხარ. მაპატია რომ ვერ გაცხოვრე ისე, როგორც შენ იმსახურებდი, როგორც შენ გინდოდა და როგორც მე მინდოდა რომ გეცხოვრა. მაპატიე, ამისთვის წუხვარ. მე შენი მადლიერი ვარ. მე შენ მიყვარხარ. მაპატია რომ ფინანსები არ გვაქვს ისე და იმდენი, რომ ვერ ვშოულობ იმდენს, რამდენიც მინდა. რომ ვიშოვო, რომ მოგიტანო, გაგახალისო, გასიამოვნო. მაპატიე, მე ძალიან მწუხვარ ამის გამო. მე შენი მადლიერი ვარ. მე შენ მიყვარხარ. მაპატია იმ ფინანსური ბლოკებისთვის, რომელიც ჩემში არის. ჩემში ჩამოყალიბდა და შენც ასე გამყოფებ. მე შენ ძალიან მიყვარხარ. მაპატია რომ ვერ შეგიქმენი სათანადო პირობები, როგორცაც შენ იმსახურებ. კარგი, კომფორტული, ლამაზი, უფრო უკეთესი. შენ საუკეთესოს იმსახურებ. წუხარ ამის გამო. მე შენ მიყვარხარ. მე შენი მადლიერი ვარ. მაპატია რომ ვერ შევქმენი ისეთი პირადი ურთიერთობები, ისეთი ოჯახში, როგორც შენ გინდოდა, როგორცაც შენ იმსახურებ. მაპატია, წუხარ ამის გამო. მე შენი მადლიერი ვარ. მაპატია რომ ვერ გაცხოვრებ ისეთი საინტერესო ცხოვრებით, როგორცაც შენ იმსახურებ. მე შენ მიყვარხარ. წუხარ. მაპატია რომ გაგიცრუე იმეტები. წუხარ ამის გამო. მაპატია რომ ჩემი ახლანდელი სხეული არ არის ისეთი, როგორცაც შენ იმსახურებდი, როგორიც შენ გინდოდა რომ მქონოდა. მაპატია, მე ვწუხარ ამის გამო. მე შენ ძალიან მიყვარხარ. მაპატია, ყველა ის ავადმყოფობა, რაც გადავიტანე და გადაგატანინე. ვწუხარ ამის გამო. მე შენი მადლიერი ვარ. მე შენ მიყვარხარ. მაპატია, ყველა ის ნერვიულობა და სტრესი, რაც მოგაყენე. მე ვწუხარ ამის გამო. მე შენ მიყვარხარ. მაპატია რომ ვერ ვიყავი და ვერ ვარ იდეალური. მე ვწუხარ ამის გამო და მე შენ მიყვარხარ. და ასე გაგრძელეთ, თუ რაიმე არის კიდევ განსაკუთრებული, რაზეც გინდა რომ ესაუბრებოდე შენს პატარას, ესაუბრე. უთხარი არ მოგერიდოს, ის ხომ შენ ხარ. მან ისედაც ყველაფერი იცის და ის ყველაფრის მიუხედავად რჩება შენთან, შენში, ისევ შენშია და მას შენ უყვარხარ. და როდესაც დასრულდება საუბარი, დაგროვილის ზევდა და ნაღველი გაქრება, უხერხულობა, დანაშაულის შეგრძნება, ის სადღაც მიდის აორთქლდება. აღარ არის თქვენ შორის და ძალიან სუფთა, უშუალო, ძალიან წმინდა კონტაქტი. ემოციები თქვენ შორის უმაღლესი სიყვარული თქვენ შორისაა. ჩახედე მას თვალებში. რა გინდა პატარა? რა გინდა რომ გავაკეთოთ? და რა შეიძლება უნდოდეს 2-3 წლის ბავშვს, გარდა გემრიელი კანფეტის, ან ნაყინის, ან თამაშის და ბოლოს, როგორც იქნა რომ კითხე და ყურადღება მიაქციე, მისი თვალები გაბწყინდა და გევნება რომ მოდი, გემრიელი ნაყინი ვიყიდოთ, ვისეირნოთ, ვითამაშოთ, ვიკისკისოთ. გეუბნება და შენც ჩაკიდე ხელი მის პატარა ხელს, უყიდე ნაყინი, ერთად გემრიელად მიირთმევთ ამ ნაყინს და დახტუნაობთ, დახტიხართ, რაღაცას ჭიკჭიკებთ და მიდიხართ ლამაზ მდელოზე. ორივენი ძალიან ლამაზები ხართ. საოცარი, ჰაერავანი კაბები გაცვიათ. იწყებთ თამაშს. ხან კოტრიალობთ, ხან ჰაერში აიტაცებთ, ხან დამალობანას თამაშობთ. ის გემალება, პოულობთ და არის ერთი ჟრიამული და კისკისი. ხან პეპლებს აკვირდებით, ხან ყვავილებს, ხან ხეებს, ფოთლებს, მიწას, წყალს, მზეს, გარშემო ყველაფერს, ღრუბლებს და ტკბებით ამ ურთიერთობებით, ამ კონტაქტით, ამ საოცარი ურთიერთობით. შეგრძენი ყოველივე ეს, შეგრძენი ემოციურად, იგრძენი ფიზიკურად, იგრძენი სიამოვნება ამ შინაგან ბავშვთან ურთიერთქმედებისას, სიამოვნება, ბედნიერება. როდესაც გულს ვიჯერებ,
ამ ურთიერთობით, ერთმანეთის სიყვარულით ისევ ჩაიკარი შენი პატარა გულში. მოეფერე, ჩახედე თვალებში და უთხარი. მე ახლა უნდა წავიდე. ჩემი დიდური საქმეები მიხმობს და უნდა წავიდე. ყოველთვის ჩემში იქნები და აუცილებლად მე და შენ ერთად ბევრჯერ ვითამაშებთ. ბევრ საინტერესო სასიამოვნო ამბებს გავაკეთებთ. პატარაც გაგებით ეკიდება შენს ნათქვამს და დარწმუნებულია, რომ მართლაც შეუსრულდება და სულ მალე დაბრუნდები. მიაკითხავ და სულ მალე ისევ გექნებათ ერთად ყოფნის, ერთად გართობის საშუალება. გეუბნება, მიყვარხარ, გენდობი და გელოდები, მე შემჭირდები. ეხლა, როდესაც უკვე ერთმანეთით დატკბით, სიყვარულით გაუზიარეთ, წარმოიდგინე შენი პატარა, რომელიც მუხლებზე გეჭდა დაპატარავდა და ხდება რაღაც პატარა მარცვლის ხელა. აიღე ეს პატარა მარცვალი, რეალურად გააკეთა ეს მოძრაობა და გულში ჩაისვი შენი პატარა. ყველაზე თბილი და სიყვარულით სავსე ადგილას და აუცილებლად დრო მას მიაკითხე. ეს მნიშვნელოვანი რიტუალი გააკეთე. ურთიერთქმედებები მასთან, თამაში, მასთან დროის გატარება და კითხე ხოლმე, ჩემო პატარა, ეხლა რა გინდა, რით გასიამოვნო? ახლა დამთქნარე, გაიზმორე, გამოფხიზდი, გამოძრავე ტერფები, გაახილე თვალები. პრაქტიკა დასრულებულია.